ფოთის საოლქო კომისიამ მე-19 საარჩევნო უბნის ხმები ხელახლა გადაითვალა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ უბნის შემაჯამებელ ოლქში დაფიქსირებული ცხრითზე მეტი ხმა მექანიკური შეცდომა იყო. ხმის დათვლის პროცესში სხვა უმნიშვნელო მექანიკური შეცდომაც აღმოჩნდა. ქართული ოცნების ხმა ნაციონალურ მოძრაობაზე იყო მიკუთვნებული. კერძოდ პროპორციული წესით ნაციონალურ მოძრაობას 2-ით ნაკლები ხმა ჰქონდა მიღებული, ქართულ ოცნებას კი 1-ით მეტი 497 ხმა. გადათვლის შედეგად აღმოაჩინეთ ხარვეზი ტექნიკური შეცდომა, სადაც სპორტსმენთა კავშირს ჰქონდა 9 ხმა, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 1 ხმა. ასევე 2 ხმით მეტი აღმოაჩნდა კოალიცია ქართულ ოცნებას და შესაბამისად 2 ხმით ნაკლები ნაციონალურ მოძრაობას. ამის შედეგად დაბალანსდა და 486 ხმის ნაცვლად გაუხდა 487 ხმა კოალიცია ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას 340-ის ნაცვლად გაუხდა 338. ყველაფერი დაბალანსდა და ყველა დავწმუნდით თელეკომისიის ყველა წევრები და ერთმანეთს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა.